მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო და მკითხველებო, ივერისა დღეს ჩვენთან სტუმრად არის დრამატურგი, წერალი და პუბლიცისტი ლაშა ბუღაძე. მოგესალმებით ჩემო ლაშა. ეს როგორც გითხარით არის ჩვენი ვიდეო ბლოგის ასეთ ძალიან თავისუფალი ფორმატი და ამდენიმე ასეთ საკითხზე მინდა გესაუბრო, რომელიც ჩემი აზრით შენგან საინტერესო იქნება ჩვენი კითხველებისთვის და მაყურებლებისთვის. ეს არის როგორც იცი გაზეთი ივერიის ერთ-ერთი რუბრიკა ვიდეო ბლოგი ქვია და მიხარია რომ აქ ხარ ჩვენთან. მე ძალიან მიხარია, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან კარგი გარემოა და ძალიან კარგია რომ რაღაცნაირად ესე ვთქვათ ივერიის კონტექსტში ვართ. ამას დიდი ტრადიცია აქვს, ბუნებრივია. ძალიან კარგი. მინდა ვკითხო ერთი ასეთი კითხვა. რამ გადაგაწყვეტინა დაგეწერა შენი ბლოგი შეიძლება ეწოდოს ამას, სტატია შეიძლება ეწოდოს, რომელიც გსურს, როგორ ამოვიცნო ჩეკისტი. ეს მე წავიკითხე, ბევრი ვიცინე, მაგრამ მეორე მხრივ პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს ამას ჩემი აზრით და რატომ მოგინდა ამის დაწერა? ძალიან სწორი შეკითხვა, ჩვენ ალბათ ბევრი გვისაუბრია ჯერ ერთი ამაზე ისედაც და რაღაცნაირად ჩვენი ისტორიას გასდევს, ხო? აი ეს რაღაცნაირი თვითონ ჩეკა და ჩეკისტური ისტორია, სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაც არის, ვინაიდან სწორედ მე-11 არმიის შემოსვლა 25 თებერვალს 1921 წლის და ამას შორის ტროცკი თავის მემუარებში პირდაპირ ადასტურებს, ეს იყო ჩეკას მიერ, ასე ვთქვათ, ორგანიზებული უპირველეს ყოვლის, ანუ მთავარი საორგანიზაციო ფუნქცია მოგახსენება აიღო სწორედ ჩეკამ. ამის შემდეგ ბუნებრივია ეს ბლოგი არის სატირული, მაგრამ როგორც შენ ამბობ, ამ სატირაში არის თავისთავად ცხადია ის ერთგვარი შიში, წუხილი იმის შესახებ, რომ პრინციპში ის ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოურ დროს კგბ-სთან, საბჭოურ კგბ-სთან და მით უფრო კი ის ადამიანი, რომელიც არც მალავს რომ იყო კგბ-ს ოფიცერი, რუსეთის დღევანდელი მმართველი, მისი ინტერესები, ასე ვთქვათ, ეს ისეთი კლასიკური ჩეკისტური ინტერესებია, ხარ თუ ამას დამალვა. და ბუნებრივია დღესაც საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება ხოლმე საზოგადოებაში ამა თუ იმ ფენაში, რომ ეს ასე ვთქვათ დღევანდელი ტრანსფორმირებული ჩეკა, შეგვიძლია უწოდოთ FSB, შეიძლება უწოდოთ ახლა არ მინდა მე კონკრეტული ტერმინების მოშველიება, ზოგადად კვლავაც ინსპირირება ხდება გარკვეული თემებისა, რომელიც უპირისპირდება უპირველეს ყოვლისა მთავარ სახელმწიფოებრივ ღირებულებას საქართველოსაც. ეს არის თავისუფლება. ასე რომ აი ის თემები ხა ჩემთან იყო კლასიფიკაცია, ხო, როგორ უნდა ამოვიცნოთ ახლა. ჩემთვის არის მნიშვნელოვანი რომ ანუ ადამიანი რომელიც ლაპარაკობს და დღეს ეს ძალიან აქტუალურია. პრინციპში ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ დღეს ეს ძალიან გამძაფრებულია, რო თქვა, აი დასავლეთი. ძალიან ზედაპირზე ამოვიდა. ძალიან ზედაპირზე ამოვიდა, ხო, ევროპა, ევროპულობა, დასავლური ცივილიზაცია არის ნეგატიური, იქიდან მოდის გარყვნილება, იქიდან მოდის უმეცრება და ყველანაირი ეროვნული იდენტობის ნიველირება და ტრადიციების ნიველირება და პირიქით ამ ტრადიციების აგრესიული დავიწყება და რაღაცის შემოჩეჩება და შემოტენვა, რაც ჩვენთვის უცხოა და სხვა და სხვა, ეს ბუნებრივია, არ ამგონია რომ ეს ჩეკისტები, ვინც ამ იმპულსებს უშვებენ, ასეთი ინფანტილურები და ასეთი ფანატიურები იყვნენ, უბრალოდ ეს არის ძალიან არ ვიცი რამდენად ჭკვიანური, მაგრამ ფაქტია, საკმაოდ ქმედითი სურვილი იმისა, რომ დააბნიოს ადამიანი, დააბნიონ ისეთი ადამიანები, რომელთაც რეალურად არ იციან, რა იგულისხმება ევროპაში, რას გულისხმობს ევროპა, რას გულისხმობს დასავლეთი, იმიტომ რომ სხვა არის მხოლოდ გეოგრაფიული ცნება. ეს არის ღირებულებითი, ინტელექტუალური, კულტურული, ისტორიული, უფლებრივი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, სამართლებრივი, პოლიტიკური, ყველანაირი, ხო? და არც ის იციან, რომ მართლაც რეალურად საქართველოს ბუნებრივი ინსტინქტი იყო, ისტორიული რეფლექსია იყო ევროპასთან და ქრისტიანულ, ასე ვთქვათ, ევროპულ ცივილიზაციასთან დაახლოება. ისტორიულად ყოველთვის ასე იყო. ამიტომ ამ შემთხვევაში მე მიწერი რომ ვინც ამბობს არა ევროპას, ის იცოდეთ რომ ამბობს არა საქართველოს დამოუკიდებლობას. იმიტომ რომ ეს მართლაც ასეა ახლა. ეს არის რეალური გადარჩენის ალბათ ახლა. ნუ ახლა
პრინციპში ინფანტილური ტექსტია, იმიტომ რომ ბლოგი ბუნებრივია ამას ინფანტილურს არ ვიტყოდა, ინფანტილური სულაც არ არის, უბრალოდ უფრო მაგახილვას ითხოვს ეს საკითხი. უბრალოდ სატირულად არის ნათქვამი, რაც საერთოდ ამ ნათქვამს ჩემი აზრით არ აკრინებს, ძალიან სერიოზული რაღაცა. ხო, ამ ფორმაშია, რომ აი თქვა რა არის. ხუმრობით, მაგრამ სინამდვილეში ხო, აი დაბნეულობა ახსენე შენ. სხვა შორის დაბნეულობა ის ფაქტორი იყო, რომელიც ჩემი აზრითაც 1921 წელს ითამაშა გადამწყვეტი როლი. ხო. ხალხმა არ იცოდა რა განსხვავება ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის და ამან გამოიწვია აპათია და პასიურობა დაპყრობის პერიოდში. სადაც რამდენიმე ასეული კაცი იცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ხო, ვერ გააცნობიერა ხალხმა რა ხდებოდა რეალურად. შეიძლება ის ელემენტიც იყო, რომ ფიქრობდნენ, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, მალევე შეიცვლება ეს პოლიტიკური სტატუს კო, იმიტომ რომ ხშირად ბევრი ცვლილება მოხდა ამ 60 წელიწადში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეს პირველი ასე ვთქვათ თებერვლის რევოლუცია, შემდეგ იქ ბოლშევიკური რევოლუცია და ასე შემდეგ და პრინციპში სოციალიზმი ძალიან უცნაურად ალბათ დამეთანხმები და პრინციპში მეტაფორულად აღწერა ეს სწრაფი ცვლილება პოლიკარპე კაკაბაძემ თავის ყვარყვარე თუთაბერში. სადაც აი რომელი პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებელი თქვათ იმ კონკრეტულ ჯარზე, რომლის ბოლოსაც მიჩანჩალებს ყვარყვარე თუთაბერი და უცოდ ეს ჯარი შემოტრიალდება და აღმოსდება რომ ის თავში დგას. ესეც იყო, ხო, თქვა და გეროტიკიკოძესაც აქვს ესე დაბნეულობა. არტისტული ანალიზია ძალიან სერიოზული პოლიტიკური კი, ნამდვილად. და ძალიან ისეთი, პრინციპში აი ესეთი უკურავი სატირაა ეს, ხო? მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმები. ხალხმა ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა. ეგ კაი თარგმანის თემა, ეგ პოლიკარპეს ყვარყვარე. ისეთი რამეა, რომ წეს იმსახურებს სოფლიო ლიტერატურის ხო, უნივერსალური ტიპაჟია. კი, აბსოლუტურად. იგივე არსებობს შეერთებულ შტატებშიც, არსებობს იაპონიაშიც, არსებობს ირანშიც, არსებობს საქართველოშიც, არსებობდა და არსებობს რუსეთში. არქეტიპია ისეთი, რომელიც ყველგან ყველა კულტურაში გვხდება. ამიტომ ხო არა მოგხსნია თავში ამის თარგმანზე, იმიტომ რომ ვიცი რომ თარგმანის ამბებში ძალიან ჩართული ხარ. კი, ყოველ შემთხვევაში იცი რა არის, მართალი გითხრა, არ ვიცი თარგმანი, ალბათ იქნება პოლიკარპეს პიესების ძველი თარგმანი, მაგრამ არ მახსენდება რამდენად არის თქვა ესე წამყვან ევროპულ ენებზე თარგმნილი, თქვა გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად. ვიცი რომ რუსულად არის თარგმნილი. ეს პიესა, მაგრამ ალბათ იქნებოდა ეს საკმაოდ ძველი თარგმანი. თუმცა ალბათ ნამდვილად ძალიან კარგი იქნებოდა შეთავაზება თეატრებისთვისაც, იმიტომ რომ ძალაუნებურად ჩვენ მივადექი ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომელთანაც შენ უშუალოდ იყავი დაკავშირებული. არ შემიძლია ესეც არ აღვნიშნო, იმიტომ რომ შენი კულტურის მინისტრობის დროს დაიწყო თარგმნელობითმა პროგრამამ მუშაობა. და გრძელდება, კი. და ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა თვითონ ეს პროცესი და იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნი ითარგმნა უკვე და უნდა ითარგმნოს პერსპექტივაშიც გერმანულად, ინგლისურად, იტალიურად, ფრანგულად, რა ვიცი ახლა თითქმის უკვე 100 გადასდა ეს წიგნები. გადასდა ძალიან კარგი. მინიმუმ 200 წიგნი გვჭირდება იმისთვის რომ ფრანკფურტზე ვიყოთ საპატიო წევრის სტატუსით. და სწორედ ეს პროცესი აი დაიწყო, ხო? აი თუ ასწრები 2 თუ 3 წლის წინ, ხო? აი ფრანკფურტთან მოლაპარაკების 4 წლის წინ დაიწყო. 4 წლის წინ დაიწყო და ამიტომ ჩვენი ახლა ანუ საქართველოს არის ძალიან მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. არა მხოლოდ ლიტერატურისათვის, არამედ ზოგადად ქვეყნისათვის. იმიტომ რომ ჯერ ერთი წიგნები წარდგება ქვეყანა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქვეყანაში, გერმანიაში, რომელიც ახლა ნუ მასშტაბები გასაგებია რაზე ვლაპარაკობთ და პრინციპში ეს წარდგენა გულისხმობს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ სამზარეულოთი დაწყებული ღვინით და თეატრით და ბალეტით და ოპერით და ასე შემდეგ. ამიტომ ეს მოსამზადებელი სამუშაო მე მქონდა ესეთი ინფორმაცია სამწუხაროდ არა მაინდა-მაინც იმედის მომცემი რომ მოსამზადებელი სამუშაოები არ იყო დაწყებული. მე ამას მე შენ მიუძღვენი კიდეც წერილი, რასაც მოყვა მყისიერი რეაგირება კულტურის სამინისტროს მხრიდან, რაც კარგია. კი. და როგორც ვიცი, ახლა ოდნავ დაიძრა ეს. კი, დაიძრა ეს პროცესი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და თუ არ ვთქვი, მთავრობის სხდომაზე უნდა იყოს, აი, ხვალთუზე გამ დღეებში გატანილი, აი ეს
თარგმანის ბიუჯეტი და ანუ ის ასე ვთქვათ მოგესწრება რომ ავტონომიური უნდა იყოს ასე ვთქვათ აი ეს ორგანიზაციად უნდა იქცეს ვინაიდან ძალიან დიდი ვალდებულებები და ნუ დიდი პასუხისმგებლობები აკისრია. კი, ეს ძალიან სერიოზული რაღაცაა მართლა. და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ამის მოსამზადებლად ქვეყნებს დაუხარჯავთ ძალიან დიდ ქვეყნებს როგორც ბრაზილია, შეერთებული შტატები საშუალოდ 2-3 წელი, ჩვენ გვაქვს ამისთვის 3 წელი, შეიძლება 4 წელიც 3 წელიწად ნახევარი და ეს დრო თქვენი სხვათა შორის და ჩემიც და დანარჩენი დაინტერესებული ხალხის პრესინგის ქვეშ უნდა გააკეთოს აუცილებლად პასუხისმგებელმა ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტრომ პასუხისმგებელმა დეპარტამენტმა მთავრობისა, იმიტომ რომ ეს ვალდებულება რომელიც ვიკისრეთ ხო ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა ამის ჩაგდების უფლება არანაირ შემთხვევაში რასაკვირველია უნიკალური რაღაცაა. ძალიან მიხარია რომ ეს გადარდებთ და ამას უკეთებთ მონიტორინგს თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ ეს პირადად თქვენი ინტერესია. ხო, მწერლების ინტერესია. პირველ რიგში მწერლების, ასევე დანარჩენი არტისტების, მაგრამ თქვენი თლაც სასიცოცხლო ინტერესია, იმიტომ რომ პირველად რეალურად ვარღვევთ იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც ქართული ლიტერატურა იყო 10 წლეულების განმავლობაში, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში ქართული გენიალური ნაწარმოებები იქმნებოდა, ისევე როგორც ადრე და ის არ თარგმნილა. არ თარგმნილა და ამ ყოშო თუ თარგმნილა, ასე ვთქვათ, გასავალი არ ქონია. ერთეულ შემთხვევაში. გასაკვირველია, თავისთავად ცხადია. ეს რომ დიდი ინდუსტრიის ნაწილი გავხდეთ, ეხლა არის დანიშნულება. მით უმეტეს რომ გვაქვს ამის, ასე ვთქვათ, პრეცედენტები უკვე. კი, რა თქმა უნდა. და ამ ბოლო, რა ვიცი, 2-3 წლის განმავლობაში მართლაც ესე იგი ეს წიგნები აი რაც ითარგმნა ვთქვათ უმეტესწილად საუბარია რომანებზე და მიუხედავად იმისა რომ ბუნებრივია კლასიკაც უნდა გავიდეს და უნდა ითარგმნოს თავისთავად ცხადია ბუნებრივია გამომცემლებისგან უმეტესწილად არის ხოლმე ინტერესი დაინტერესება თანამედროვე პროცესების და თანამედროვე ლიტერატურის მიმართ და ეს უკვე გვაქვს აშკარა ასე ვთქვათ შედეგები ჯერთი აი მაგალითად აქვე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს და მკითხველსაც ვინც არ იცის რომ თუნდაც თამთამელაშვილის რომანი რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში გათვლა ითარგმნა ხომ ამ პროგრამის ფარგლებში ის გახდა წელს ფრანკფურტის ბაზრობაზე მას მიენიჭა გერმანიის ეროვნული საკმაწყვილო პრემიის პირველი პრიზი ამ წარმოიდგინეთ რა მასშტაბებში და რა კონკურენციის პირობებში კარგი რომანია ნამდვილად ძალიან უცნაური სტილით ჩემი აზრით კიდე იდეაში კარგი სასცენარო მასალა არის კინემატოგრაფიული. კაი ფილმი გამოვიდოდა აქედან. და საერთოდ ჩვენ აი კინოცენტრის დახმარებით რამდენიმე ესეთი ვორქშოპი ჩავატარეთ, სადაც რამდენიმე მწერალმა მიიღო მონაწილეობა. ეს იყო სცენარის ფაქტიურად წერის მეთოდოლოგიის სწავლება, ამ ხელობის სწავლება პირველ რიგში ტექნიკურად, იმიტომ რომ ხელოვნებამდე ჯერ ხელობაა სასწავლო მეთანხმები ამაში. და ჩვენ მწერლებს აქვთ ნამდვილად პოტენციალი რომ კინოინდუსტრია უდიდესი ქარხანა ასე ვთქვათ ესეთი powerhouse-ი მსოფლიო ეკონომიკის მოამორაგონ კარგი სცენარები თუმცა ამისთვის უნდა ისწავლონ და პირდაპირ ამას მოურიდებლად ვამბობ ასკარად მეგობრული რჩევა სცენარების წერა. ცალკე პროფესიაა და დღეს ქართულ ლიტერატურაში არის ის ძალა, ვისაც შეუძლია კარგი ფილმების მასალების შექმნას და ბუნებრივია. შენ დრამატურგი ხარ, შენ ახლოს ხარ ამ სფეროსთან, მაგრამ ეს კიდე მაინც ცალკე სპეციფიკაა და ეს აბსოლუტურად ცალკე სპეციფიკაა. კარგია რომ ამაზე რაღაცნაირად და ნიკა პარადოქსია რომ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში სასცენარო და დრამის ასე ვთქვათ სწავლება ფაკულტეტები არ არის. თუ არ ვწდები მე ვიყავი ბოლო გამოშვება კინო სასცენარო ფაკულტეტის და ჩემი ხელმძღვანელი იყო ერლო მახვლედიანი და მე დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, მაშინ უნივერსიტეტი, უბრალოდ მაშინ ინსტიტუტი, ახლა უნივერსიტეტი 1999 წელს. ესე იგი წარმოიდგინე ამის მერე სცენარის სწავლება, სცენარის სწავლების ტექნოლოგია, უამრავი ტექნოლოგია არსებობს. ცალკე დრამის ასე ვთქვათ ტექნოლოგია, დრამის მეთოდოლოგია, ეს არის სწავლება. ანუ ილიას უნივერსიტეტში, აი მე სადაც უძღვები ახლა მაგისტრების ასე ვთქვათ კურსს და ბაკალავრებიც წელს არ ამყავს ბაკალავრები, იმიტომ რომ გადავწყვიტეთ რომ მაგისტრებზე ვიყოთ კონცენტრირებული, აი ახლა აი ბოლო 2 წელიწადია ილიას უნივერსიტეტში დაიწყო დრამის საფუძვლებისა და დრამატურგიის თეორიის ისტორიის სწავლება, მაგრამ არა სასცენარო კუთხით. ანუ კინოსცენარი არის სწავლება. როგორ უნდა დაიწეროს კინოსცენარი, ეს არის სწავლება. უამრავი ასობით სპეციალისტი არსებობს ამის მსოფლიოში, ძალიან და სახელმძღვანელოებია შემსახურებული ხალხი, ვინც სიამოვნებით ჩამოვიდოდა და აქ ჩაატარებდა ამ ლექციას, პლუს არის ასევე უცხოენიდან ქართულად სათარგმნელი
ეს სახელმწიფოები. რამდენიმე მათგანი უბრალოდ მე მაქვს და ვიცი ეს არის აი ამოუწურავი ოქროს საბადოა და კარგი იქნება თუ თქვენ წერლები გამოთქვათ სურვილს რომ კინო ცენტრი რაღაცნაირად ჩაერთოს ამ ამბავში ისე თავიდან ნანა ჯანელიძესთან არ გაგიჭირდება თქვენ მისვლა და ამაზე დალაპარაკება რომ უბრალოდ ყველას ხო ვერ აუტალახებთ კარს. არა, საჭიროა ეს თქვენ. არა, მართალია, აბსოლუტურად გეტყვით. წარმოიდგინეთ, აი ერთი კარგი სცენარი რომ დაწეროთ, ერთი წარმატებული სცენარი. თქვათ შენ ამ შემთხვევაში და ეს სცენარი გადაიღო რომელიმე ესეთმა რეჟისორმა ჩათვალე შენი ცხოვრება შეიცვლება საერთოდ ხო ნუ ახლა დიდი იმდენად შეიცვლება რომ ვერ იცნობ არის აბსოლუტურად სხვა მასშტაბზე გადის ნებისმიერი ესეთი წარმატებული მარიო პიუზომ როცა თავისი წიგნი დაწერა ჯერი სცენარი არ იყო ბანკროტი იყო ყველა საბანკო ანგარიში ქონდა დაყადაღებული იყო სრულ დეპრესიაში და ცოლთან ერთად გადაწყვიტა ბოლო აი რაღაც შეგროვებული კაპიკებით წასულიყო ერთკვირიან კრუიზში. ნუ ასე დღეში არ ვარ ჯერ. ხო, იმედია. და აი ერთკვირიანი კრუიზის მერე დაბრუნდა და გაიგო რომ ის არის უცებ მილიონერი. თავისი დაწერილი რომანის შექმნით. ნუ პრინციპში ხო ცნობილი მაგალითებია ფოლკნერი, ანუ შემოსავალი ფოლკნერს ჰქონდა კინოსცენარებისგან, რომელსაც ჰოლივუდში იღებდნენ. ეს სცენარები იმდენად ცნობილი არ არის და არც ეს ფილმები, მაგრამ ცნობილი არის ის რომ ფოლკნერი იყო ამ სცენარების ავტორი. ანუ ძირითადად შემოსავალი მას აქედა. სოჭორის ეს ძალიან საინტერესოა. თვითონ წერლისთვის სცენარის ფორმატი იმდენად საინტერესო არ არის როგორც ასე ვთქვათ სტილისტური თვალსაზრისით. ანუ მწერლობისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული სტილი, გარკვეული მახასიათებლები, რომლებიც შეიძლება ასე ვთქვათ რომლითაც შეიძლება ამოვიცნოთ ჩვენ თუ ის ავტორი და კინოსცენარი, ანუ კინოსცენარის ავტორი მაინც რეჟისორია. კინორეჟისორია და არა იმდენად თუ აკაღავს საქმე არა სარეჟისორო სცენარის კი მაგრამ ლიტერატურულად არ უდევს ლიტერატურული პირველწყარო ლიტერატურა უმეტესობა შედევრებს აი რო ავიღოთ თქვათ რამე საზომად კრიტერიუმად თქვათ ყველაზე მეტი ოსკარი რა φιλმებსაც აქვს აღებული და ყველაზე მეტი ოსკაროსნები არის ეკრანიზაციები მაინც ლიტერატურული ძალიან იშვიათად რომ რეჟისორი თვითონ ანუ რამდენიმე გამონაკლისია ანუ დამოუკიდებლად სცენარი რო დაწერა ესეთი არის ჩვენთან თქვათ ესეთი არის ოტარიო სელერის თვითონ წერს სცენარს ესეთი არის ნუ თქვათ პირველი ვინც მაგონდება ესეთი არის ტარანტინო ვინც თვითონ წერს სცენარს მაგრამ ძირითადად ყველა მაგალითად ფორმანის ყველა დიდი ფილმი არის ეკრანიზაცია ამიტომ მოგისმინეთ რამდენიმეჯერ მე მგონი შენ დათო ტურაშვილს რამდენიმე სხვა მწერალს ლაპარაკი იყო პრობლემაზე რომ წერლებს როგორ უჭირთ თავისი პროფესიით არჩინონ თავის თავი ანუ ეს პრობლემა რეალურია რა ეს რას ნიშნავს რომ თუ ესე დარჩება ახალგაზრდები ვისაც იდეაში ეს ასპარეზი მოწონს არ წავლენ ამ პროფესიაში და დავკარგავთ პოტენციაში სამომავლოდ ბევრ სერიოზულ წერალ კაცს ან ქალს ამიტომ იმისთვის რომ პროფესიულად თქვენ თავი ასენ შეინახოთ, კარგი არის ეს კომპონენტი შეითავსოთ და ისწავლოთ ამის კეთილს. კი, თავისთავად ცხადია, ხო. თავისთავად ცხადია, მაგრამ ნუ ხო იცი, წერლობის პირველად იმპულსი მაინც არ არის ფინანსური ინტერესი. წერას ადამიანი იწყებს, თქვა, სხვა მიზეზების გამო. ანუ სხვა რეფლექსი გაიძულებს რო წერა. კი, მაგრამ ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. წერა შეიძლება დაწყება სხვა რეფლექსი გაიძულოს, მაგრამ რომ შეინარჩუნო და ეს სურვილი. ბუნებრივია, ამას დახმარება ჭირდება. არ დაკარგო? არა. ყოფითი ამბებისგან და ამ გამომათაყვანებელი რუტინისგან, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, ყოფით თემებთან შეჯახებისას, საჭიროა რომ ამან შემოსავალი მოიტანოს ეს პროფესია, ისევე როგორც ინჟინერი, ისევე როგორც ექიმის, ისევე როგორც მაგრამ ხო იცი რომ წერლები ძალიან პრაგმატულები არიან, ბროდსკიმაც კი თავისი ნობელის პრემია ჩადო რუსულ რესტორანში რუსული სამოვარი და მაინდამაინც მაშინ ამ პერიოდში გაკოტრდა ეს რუსული სამოვარი და თუმცა ეხლა კი ფუნქციონირებს მაგრამ ნუ ბროდსკი ვერ ვიტყვით ახლა რომ ძალიან არაპრაგმატულია თქვა აგენტები არ ეკუთვნებენ ამას ახლა დღეს ხო და ლექციებია სხვა არის ასე მაგალითად პამუკი არა რასაკეთებ მიუხედავად იმისა რომ თვითონ პიროვნულად ერთ ისტორიას გავიხსენებ ძალიან სასაცილო ჩემ თვალწინ ერთ და იგივე ადგილას ორჯერ ერთ და იგივე ქვას წამოკრა ფეხი ვენეციაში და კისერი კინაღა მოიტეხა იმდენად დაბნეული ტიპია მაგრამ ის თავის პროფესიით აშკარად არამხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს ინახავს მას აქვს შანსი რომ გახსნას ესეთი გენიალური მუზეუმი როგორც არის უმანკოების მუზეუმი ამ წუთას გახსნილი თურქეთში. სოჭო ჩამოსვლას აპირებს აქ როგორც გავიგე. ძალიან კარგი. ასევე ჩამოსვლაზე გამახსენდა ბორის აკუნინსაც, გრიგოლ ჩხარტიშვილსაც, რომელსაც
ეხლა ბოლო წიგნი მისი ძალიან საინტერესოა. რუსული სახელმწიფოს ისტორია, რუსეთის სახელმწიფოს ისტორია პირველი ტომია დაწერილი. აუცილებლად წასაკითხია. ლაშა, გადავიდეთ შემდეგ იმ საკითხზე. რახან არასოდეს არ ახარ შენ პოლიტიკურად, ასე ვთქვათ, სოციალურად პასიური ადამიანი და მწერალი და ყოველთვის რეაგირებ ამა თუ იმ ცვლილებაზე საკმაოდ აქტიურად, ამა თუ იმ პრობლემაზე. მაგალითად, რამე თუ იყო პრობლემატური ჩვენ ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ მახსოვს ეპიზოდი, როცა შენ რაღაცა ფორმით შენ მიმოწელება არ მეგიღო სიტყვით, სატელევიზიო თქვა დებატით, იმით ამით შეიძლება არ აღსიამოვნებს, მაგრამ რაღაც გაიძულებს რომ ამაში მონაწილეობა მიიღო ხო? მართალია. იმიტომ რომ პროცესი ხარ არის ყოველთვის ასიამოვნო. ამას მოყვება კრიტიკა, მოყვება ზოგჯერ სიძულვილი, ზოგჯერ დაცინვა. მაგრამ რაღაცა ადამიანს აიძულებს რომ თავის სათქმელი თქვას, თავის პოზიცია თქვათ გამოხატოს. რას ფიქრობ აი ამ დღევანდელ სიტუაციაზე საქართველოში? შენ კარგად გწნობ თავს, როგორ უყურებ აი ამ დინამიკას დღევანდელი ახალი პოლიტიკის, რომელიც აშკარად ახალია და განსხვავდება წინა წლების გარემოსაგან, ხო? იცი რა არის რაღაცა საკითხები, რომელიც ასე ვთქვათ, ბუნებრივია ძალიან კრიტიკულად ამარ ახლა თავიდან ძალიან ზოგადად რო გიპასუხო. არის რაღაცეები, რასაც ვფიქრობ, რომ თქვათ ბუნებრივია და ასეც უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ საქართველოს ესე რადიკალურად ვერ შეიცვლებოდა და იგივე ხალხი ვართ და ამ შემთხვევაში რაღაცეები, რასაც შეიძლება რომ უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდეს, ასე სწრაფად ვერ მოხდებოდა. ეხლა ცალკეული კომპონენტებიდან გამომდინარე, უპირველესი რაც შემიძლია ვთქვა, რომ მე კმაყოფილი ვარ ცვლილებით, რომ მოხდა ცვლილება, რომ ანუ დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ პოლიტიკურმა, საკმაოდ აქტიურმა, საკმაოდ ძლიერმა, საკმაოდ ასე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ცენტრალიზირებულმა, მოდი ასე ვთქვათ, დაასრულა პოლიტიკური მოღვაწეობა და სხვას გადაულოცა ამის ასპარეზი, ეს საზოგადოების წინსვლისთვის და სახელმწიფოს წინსვლისთვის ალბათ დამეთანხმები უდაოდ კარგი, ხა ერთია მომხრე ხარ, მოწინააღმდეგე ხარ, ეს სხვა საკითხია ახლა, მაგრამ პოლიტიკა ისეთი ლაბილურია და იმჯერჯერ იცვლება, რომ კიდე რამდენჯერ შეიცვლება პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სტატუს კვოები, ამას და ვინ მოთვლის თუ დემოკრატიის პირობებში. ყოველთვის შეიცვლება. ყოველთვის თავისთავად გარდავალია, მე სხვა რამეს გეკითხები. აი იმ ცვლილების შემდეგ რა მიმართულებაც ამ წუთას ჩვენმა სახელმწიფომ აიღო თუ აიღო საერთოდ რამე მიმართულება შენი აზრით საერთოდ ახლა ქვეყანა მისი ხელისუფლების სურვილით ეს სურვილი შეიძლება განხორციელდეს შეიძლება არა მაგრამ აი საერთოდ ამ წუთას გლობალური გაცხადებული დეკლარაციით ფუნქციონს ეს ყველაფერი იცი რა არის ახლა გეზი ახლა მე შეიძლება ამის გამოვლინება როგორ ვლინდება ეს შეიძლება რაღაც დროს მომწონდეს რაღაც დროს საერთოდ ვერც არც მესმოდეს რა როგორ დეკლარირდება თქვა რაღაცა გეზი საქართველოსი მაგრამ ერთი რამ რაც ცნობილია და მე ვერ შევიტან ამაში ეჭვს რომ თქვა საქართველოს კლავაც ევროპული ფასეულობების ერთგულია და ყორავაც ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფის ეს ფაქტია ეს ძალიან კარგია რომ ამის ერთგული არის დღევანდელი მთავრობაც ეს ძალიან მომწონს ერთმნიშვნელოვნად ეხლა სხვა საკითხია რამდენად ეფექტური იქნება ამ სველობაში ეს მთავრობა რამდენად ეფექტურია აი ამ ეფექტურობაში ეხლა იცით რა არის მე ვერ გეტყვით ეხლა იცით რა არის ამ კუთხით მე მგონი პრობლემა არ არის ამ კუთხით, იმიტომ რომ ეხლა არ ვიცი. კარგი, აი წერალი ხარ და შენ სიტყვებს ბუნებრივია აქცევ დიდ ყურადღებას, იმიტომ რომ სიტყვის უკან დგას ყოველთვის აზრი, არის სიტყვები და ფრაზები, რომელიც სემანტიკური აბდაუბდა და ხანდახან არაფერს არ ნიშნავს, ჩვენ გვახსოვს, მაგალითად ორველის 1984, როდესაც სიტყვები ნიშნავს თავიანთ საპირისპირო სიტყვები არ გამოხატავენ შინაარსს და ამ დროს ირევა მთელი ღირებულებები საზოგადოებაში და ესეთი რაღაცა ჩვენც გავლილი გვაქვს ეს შიზოფრენია მენტალური კომუნიზმმა არ ვიცი რამდენად გახსოვს მაგრამ ეს გააჩინა როცა კარგი იყო ცუდი იყო კარგი და ასე შემდეგ აი რას ფიქრობ ისეთ ფრაზაზე როგორც არის სამართლიანობის აღდგენა ეს ძალიან საინტერესოა როგორც წერა როგორც ხელოვანი როგორც მოქალაქეც იცი რა არის ახლა შეიძლება სამართლიანობა აღდგეს არა, სამართლიანობა თავისთავადი უნდა იყოს, ბუნებრივია, სამართლიანობა უნდა, ასე თუ რაღაც პრობლემაა და მუდმივად ამაზე გვიწევს ჩვენ დისკუსია, იმიტომ რომ სამართლიანობის აღდგენა უკვე რაღაც ეგზისტენციალურ რაღაც აკვიატებად იქცა.
ერთია რომ ვისაც რაღაცა დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია ეს დანაშაული უნდა ფაქტად, ასე ვთქვათ, დადგეს და მხოლოდ ამის შედეგად შეიძლება რომ რეაქცია მისცეს. ნუ ეს თავისთავად ეხლა მე მოდივარ ეხლა არ შეიძლება რომ ადამიანი რაღაც უბრალოდ გაღიზიანებს და რაღაც მასზე რაღაცა ლეგენდები მოგისმენია და რაღაცა ცალკე მითი წარმოიშვა კონკრეტული ადამიანის ირგვლივ, აი ამ მითის გამო დაისაჯოს და უბრალოდ რაღაცა ლინჩის წესით ჩაიქოლოს ან სხვა. თუმცა ამაზეც ეს ხო სრული ველურობა ეს ბუნებრივია სრული ველურობა მე მომყავს ეს მაგალითი ძალიან შორსალი ყველანაირი ევროპულობისგან და ყველანაირი კანონის უზენაესობა რა ვფიქრობ რომ აი მე მაგალითად ესეთი განცდა მიჩნდება სამართლიანობის წინააღმდეგ არაფერი არ მაქვს არც არასოდეს არ მქონია ყოველ შემთხვევაში არ გგონია რომ ეს ძალიან სუბიექტური კრიტერიუმია, რომელიც ყველა ადამიანს თავისებურად ესმის. და როდესაც ამით იწყებს ხელმძღვანელობას პოლიტიკური არა, ეს ერთმნიშვნელოვნად ეს არ უნდა იყოს. ჯგუფი ეს ეპატიჟება ანარქიას და შურისძიებას, უკანონობას. ეს კი, ეს თავისთავად ცხადია. ანუ შენ ფიქრობ რომ თქვათ, აი მაგალითად მე აი ჩემთვის ძალიან რთულია ახლა, აი მაგალითად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზის ახლა ციხეში. ხომ მე ვფიქრობდი და ვფიქრობ კიდეც ახლაც რომ თქვა ეს ადამიანი თუ კი არსად არ გარბის, არსად არ მერბის და თუ კი მის მიმართ არსებობს შეკითხვები. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი ციხეში? მეორე მხრივ არის უამრავი ადამიანი წინასწარ პატიმრობაში. წინასწარ პატიმრობაში. სანამ სასამართლოს არ აქვს მისი ბრალი დადგენილი. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი? აი აქ არის. ის არაპირებს გაპარვას და სხვადასხვა, მაგრამ მეორე მხრივ და ბუნებრივია ეს აბსოლუტურად გავმიჯდოთ და მესმის რომ იურისტთან ასე ლაპარაკი არ შეიძლება, თქვა, ამ შემთხვევაში შენ გულისხმობ, შენ პირველად პროფესიას გულისხმობ, ხო? მაგრამ მეორე მხრივ რაღაცნაირად შეიძლება, არ ვიცი, გაუგოთ, მაგრამ პრინციპში გარკვეულ ზოგად არგუმენტად მივიღოთ იმ ადამიანების გაღიზიანება, რომელნიც დაითრგუნენ შეეშინდათ, რომელთაც ძალიან შეეშინდათ, რომელთაც პირდაპირ შეეხოთ ამ კონკრეტული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პრემიერ-მინისტრობის თუ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელი მოღვაწეობა. ჩემთვის, ანუ ამ კაცის უფრო კონკრეტულად ლაშა ბუღაძისთვის ამ კაცის მორალური პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახლა მისი წინასწარ პატიმრობაში და ციხეში ჯდომა და აბსოლუტურად გაუგებარი, აბსოლუტურად მე ვიტყოდი პრინციპში სადისტური დამოკიდებულება, როდესაც ეს კაცი თბილისში და ქუთაისში დაყავთ და ასე შემდეგ და ასე ჯერ ერთი ყველაფერს თავი რო დავანებოთ. ანუ ერთი არის ჰუმანიზმის საკითხი, მაგრამ მეორე მხრივ ჩემთვის და სულ თავიდანვეც ეს პრობლემა გქონდა, მე მახსოვს ჩვენ მაშინაც საუბრობდით, აი თუნდაც ის ფაქტი, ხომ აი ცნობილი ხლა, არ ჩამითვალოთ რომ მეც ამ თემას ვიმეორებ, იმიტომ რომ ეს აქტუალურია. არა, აი ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო მორალური პასუხისმგებლობა ამ ადამიანის, რომელიც რასაკვირველია უშუალოდ არ იყო ჩართული, თუნდაც აი ეს საშინელი კატასტროფა, რომელიც მოხდა 2006 წელს, აი ეს ოქროს ხანის ტყეში დატრიალებული გერგულანის ამბავი. მას უნდა ეგძნო მორალური პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ გაჩნდა ამდენი შეკითხვა. სულ რომ აბსოლუტურად სამდემართალი ყოფილიყო ის, მისი ხელქვეითები, მისი მეუღლე თუ სხვა, სულ დისტანცირებული იყო. გადამდგარიყო, უნდა წასულიყო. აბსოლუტურად გეთანხმები. ამის შემდეგ არა თუ არ გადადგა, არამედ პირიქით. არა, ისე გამოვიდა ეს, რომ არა, რატომაც არა. ყოფილიყო, არა ძალიანაც მაგარია, მას შორის ყოფილი პრეზიდენტიც. მესმის, რასაც ამბობთ, მესმის. მაგრამ ეს არ ნიშნავს მეორეს მხრივ თუ ლაპარაკობთ იმაზე, რომ გვინდა სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლიანობა, რომელიც ყველა სხვადასხვანაირად ესმის, არ არის სამართლის საზომი. სამართალი არის ის, რაც არის კანონის მოთხოვნა. კი, აბსოლუტურად. მხოლოდ ამიტომ მორალური პასუხისმგებლობისთვის და ამიტომ რომ ვიღაც დაიტრგუნა, რომელიც აშკარად დაიტრგუნა და აშკარად გულწრფელია თავის აღშფოთებაში, შეიძლება ვიღაცის წინასწარ პატიმრობაში მიცემა, ჩემი აზრით, სრული ნონსენსია, იმიტომ რომ მას უფლებას ართმევ ღია და თავისუფალ სასამართლოში გამარჯვების შანსისა. ადამიანს იმიტომ ხო არ სვამ რომ ვიღაც გააღიზიანა. იმას იმიტომ ასამართლებს სასამართლო, რომ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა. სანამ ეს დანაშაული გაურკვეველია და ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, რასაც მას ედავებიან, მისი ციხეში ჯდომა, ანუ წინასწარ დასჯა ორ რაღაცას არ ღვევს, ფუნდამენტურ რაღაცას. პირველ რიგში არ ღვევს იმას, რომ ფაქტიურად ცხადყოფს ფაქტს, რომ სასამართლო ფარსი იქნება, ანუ ამ კაცს გამარჯვების შანსი არ აქვს, იმიტომ რომ წინასწარ ჩასმული ყავს. ჩასმულია, ხო? პატიმრობაში და მეორეც იმას, რომ
ანუ იცი რა არის ბუდის გიხდი ჩაგერთვები, მაგრამ ხომ არ ფიქრობ გამორიცხავ თავიდანვე სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. პრინციპს ხო, გასაგებია რომ აპრიორი ადამიანი რომელიც შეიძულა საზოგადოებამ აბსოლუტურად უფლებო ხდება. ანუ ამ შემთხვევაში ყოფილი, ვთქვათ, უმრავლესობის და ყოფილი, ვთქვათ, ძლევამოსილი პირიც, მაშინ როცა ის კარგავს ძალაუფლებას, შეიძლება გახდეს ამ შემთხვევაში ბრბოს ეგრეთ წოდებული სამართლის, ანუ იგივე ლინჩის კანონის მსხვერპლი. ეს აბსოლუტურად გამორიცხავს ყველაფერს, რისთვისაც ევროპულ ცივილიზაციას შეუქმნია, ვთქვათ. აბსოლუტურად გეთახმები და მე სულ ეს მაგალითი მომყავს, აგერ ალ კაპონე, რომელმაც ყველაფერი იცოდა მის შესახებ, მე მგონი 11 წელი ვერ იჭერდნენ მას და ბოლო-ბოლო დაიჭერეს, იმიტომ რომ პრობლემები ჰქონდა საგადახასახადო გადაუხდენობის გამო. ანუ სანამ არ დაუჭირეს ვინ იცავდა ალ კაპონესაც და სხვა ესეთ ძალიან ოდიოზურ ტიპაჟებს, როდესაც მას უფლებები ირღვეოდა, ყველაზე მაგარი ადვოკატები ამერიკელები და მათ შორის ACLU, ანუ ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი, რომელიც ამბობს, რომ ყველაზე ცუდი ტიპის უფლებების თუ დაირღვევა, ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველა უფლება დაირღვევა, როცა და ამის მაგალითია, თქვა უკიდურესი მაგალითი ნორვეგიული, თქვა ბრეივიკის შემთხვევაში, როდესაც უბრალოდ იცავდნენ ასევე ნეონაცისტებს ასეთი ხალხი, ძალიან ლიბერალი, თქვა, ღირებულებების პატრონი, ადვოკატი იყო, ესეთი კანცლერი იყო გვარად, თუ არ მეშლება ჯეიმს კანცლერი, რომელიც იცავდა განგსტერებს, ნეონაცისტებს, სერიულ მკვლელებს და ამბობდა რომ უფლება არის უფლება. ცუდ ადამიანსაც ეს უფლება აბსოლუტურად გეთახმებით. ადამიანს ვინც არ გვიყვარს. ამიტომ, როდესაც თქვათ უმრავლესობა მასა ვიღაცას შეიძულებს და საძულალ ადამიანად მიიჩნევს, მისი დაპატიმრება ასეთ განაჩენს გულისხმობს, ასე ვთქვათ და ბრბოს მასასთან, სამართალს გულისხმობს და ანუ სასამართლოს ყველანაირ დემოკრატიულ იდეას ანგრევს საფუძველში. ამიტომ გეკითხებით, მაინტერესებს მეც რამდენად იმარჯვებს ამ ვნებებზე კეთილგონიერება. იცი რა არის? და ხო არ აკეზებს კიდე აი ამ ნეგატიურ ვნებებს ტერმინები როგორიც არის და ლოზუნგები როგორიც არის სამართლიანობის აღდგენა. კი, იცი რა არის? კი, მაგრამ საზოგადოება, სწორედ საზოგადოება იმისთვისაც არსებობს, რომ გარკვეულწილად და ადამიანები, რომლებიც გარკვეულად გამოხატავენ, ასე ვთქვათ, საზოგადოებას, რომ ეს, ასე ვთქვათ, ეს პროცესი იყოს კულტურული და სამართლებრივი და რომ არ აყვე ინსტინქტებს, მაგრამ ჩვენ მოვიყვანეთ ამერიკის მაგალითი, ხო? ჩვენ მოვიყვანეთ ნორვეგიის მაგალითი, ევროპული მაგალითები. ამ ქვეყნებმა, ამ საზოგადოებებმა დიდი პროცესები გაიარეს. ევოლუცია, აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, აქ იგულისხმებოდა რეფორმაცია, აქ იგულისხმებოდა განმანათლებლობა, უამრავი რაღაც პროცესი, ჯერ მარტო საიდან წამოვედი. წიგნების აგრძალვა, ვის წარმოედგინა, რომ ულისე იქნებოდა შეერთებულ შტატებში აგრძალული. ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფოც მათ შორის ვითარდება ძალიან ნელა. ამიტომ ახლა არ ვიცი რამდენად სწრაფად ვითარდება. არა, ის სხვა რაღაცას გულისხმობს. აი ბოლო წლებში მაპატიე, მე მეჩვენება რომ პირიქით ძალიან სწრაფად ვითარდება. აი თუნდაც დღეს. ხო. გამომდინარე რეალობიდან ისეთი კითხვები დადგა დღის წესრიგში და პასუხებს ესეთი კითხვები ითხოვს, რომელიც წინა 70 წელს, როდესაც ფაქტობრივად საქართველოს დაპყრობილი ქვეყანა იყო, უბრალოდ არ ჩნდებოდა. ხო, ბუნებრივია. თავისუფლება მოიტანა ბუნებრივია განვითარება და განვითარება. არა, მე რას გულისხმობ? კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობ. აი თქვა, აი სახელმწიფო და საზოგადოების თანაარსებობის ერთგვარი მოდელი. ვანო მერაბიშვილი, თქვა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ეხლა ზის და მეც ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თუ კი გაქცევას არსად არაპირებს, ის შეიძლება წინასწარ პატიმრობის, ასე ვთქვათ, ამ პირობებში, ასე ვთქვათ, ეს ორი პატიმრობა არ შეეფარდოს და იყოს, ასე ვთქვათ, გარეთ, ფიზიკურად. მაგრამ იგივე ბაჩო ახალაია. წინა ხელისუფლების პირობებში არ ვიცი რამდენად შედამეთახმებოდა. ეთქათ ანალოგიური შემთხვევა რო ყოფილიყო, ხო? არ ამგონია, რომ წინა ხელისუფლების, თქვათ, ადეიშვილის პროკურორობის პირობებში ყოფილიყო, თქვათ, ანალოგიურ პირობებში ვანო მერაბიშვილი, ან თავისუფალი, ან თუ კი თავისუფლად გამოვიდოდა, თქვათ, რო გვახსოვს ჩვენ ირაკლი ოქრუაშვილის, თქვათ, ირაკლი ოქრუაშვილის ალკე საკითხია, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილის, ასე ვთქვათ, დაპატიმრება და ერთ დღეში ამან ბოდიში მოიხადა, ყველაფერი, რა ვიცი, რა უთხრეს, არ ვიცი, ხა ვიფანტაზიოროთ, ხო? ახლა ჩვენ ხო, მაგრამ ეს ფანტაზიორობა და სპეკულაცია პრინციპში. მაგრამ რა ვიცით რა უქრეს? ხო შეიძლება რომ ამ ხელისუფლებამაც იგივე გზა გამოიყენოს, იგივე მეთოდი. არა, მე პატიობს, არ პატიობს, მაგრამ ცოტა წინ წავიდა. წინ წავიდა რითი? ცოტა წინ წავიდა იმით,
ცოტა წიწავიდა იმით, რომ ხელისუფლება თუ კი ადრე ყოფილ ჩინოვნიკზე იძალადებდა და რაღაცას უძავდა იმ ციხეში, ისეც რაც ჰიპოთეტიურად შეიძლება უკნა ირაკლი ოქრუაშვილს ან რაღაცა. არა, რა ვიცი, აბა რატო ხო შეიძლება რაღაცით იძალადოს უფრო მეტი. რაც არ ვიცით, ეხა იმას ვერ მოვიყავ. არა, ხო, მაგრამ მე ეს კი არ მომწონს. მე მგონია რომ უბრალოდ კუსნაბიჯებით შეიძლება წინ ან ადრე თუ კი რაღაცას შეიძლება ეკნათ. ვანო მერაბიშვილისთვის სააკაშვილის პირობებში ციხეში და ვანო მერაბიშვილს ან დაეყვირა ყველაფერს ვაღიარებდა მადლობელი ვარ და უგოდ გამიშვით სადმე უცხოეთში და გამოვა როგორც უქროაშვილმა ქნა. ეხლა ვანო მერაბიშვილი ზის, უბრალოდ არ უშვებენ. იგივე პრობლემაა, რასაკვირველია მე ეს არ მომწონს, მაგრამ შეიძლება ცოტა, ასე ვთქვათ, აი როგორ ვთქვა, ეხლა ძალიან არასამართლიანი იქნება ეს სიტყვა, რომ შეიძლება ცოტა უფრო ჰუმანური იყოს. თუმცა მე ეს არ მომწონს. მეც ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი ამ პირობებში მე თვითონ არა, უნდა შევადაროთ. ამ ორ შემთხვევაში, არა, შედარება თორე ობიექტურად ელდორადოს შეიძლება ვერ მივახცევთ კიდე 30 წელიწადი. ნორვეგიამდე ძალიან შორია. ელდორადო არ არის მიზანი, ელდორადოს ვერასოდეს ვერ მივახცევთ, იმიტომაც არის ელდორადო. ხო, ვერ მიაღწევ. ნუ, ხო. მაგრამ თვითონ იდეა წინასწარი პატიმრობის იმდენად წინააღმდეგობაშია ყველაფერ დემოკრატიულთან, რომ ამას ვერანაირი მაგრამ ძალაუნებურად გიჩნდება სრული ანალოგიების. კი, მაგრამ და როდესაც ეს ანალოგიები ძალიან ახლოა წარსულში. ჯერ ერთი წინა პერიოდში ვთქვათ, ოქრუაშვილის შემთხვევაში მე არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ რაღაცნაირად არა, კაცი ბაკიბუკობდა ძალიან მალე გამოუშვეს, ძალიან მალე გამოუშვეს და არ მჯდარა. ეს შეიძლება გარიგების, რაღაცა ტიპის გარიგების ნაირსახეობასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ არ მახსოვს მას ეთქვას, რომ ის ან აწამეს ან რამე ამგვარი. აქ რატო არ არის? აქ რატო არ არის? ანუ შენ ფიქრობ, რომ აქ რაკის საზოგადოებრივი ზეწოლაა, რომ აი ეს ანტიგმირი. ეს ანტიგმირი, რომელიც შეიქმნა ბევრი ობიექტური თუ ხშირ შემთხვევაში არაობიექტური რაღაცები და არა ერთია ესეთი. ესეთია ვთქვათ, იგივე ეს ბაჩუახალაეც, რომელზეც როგორც გავიგეთ უამრავი ნეგატიური მითი შეიქმნა და შემდეგ ეს მითი ერთი მეორის მიყოლებით დაიმსხვრა, როცა ღია სასამართლოში წავიდა საქმის გარჩევა. ხო ვიცით? მაგრამ იგივე ეს ბრბოს სამართლის ან ეს ერთი შობილად უარყოფ ეხლა რამდენად ჯდება ჩვენ დეკლარირებულ ევროპელობას. რასაკვირველია არ ჯდება. ერთ მნიშვნელოვნად. უბრალოდ აქ ჯდება შეკითხვა. თუ კი იყო ფაქტები, თქვა, აი ბაჩუახალაიას ამბავი, ხო? მეც შეკითხვასო გარედან. ფაქტია, რომ თქვათ მე და შენ შეწყალების კომისიაში ვიყავით და რამდენ ადამიანზე ჩვენ ასობით ადამიანზე ვიყავით უშუალოდ აი მართლა ჩართული და შეხებაში და როგორც ვცდილობდით რომ თქვათ ან შეგვერბილებინა ან შეგვემსუბუქებინა საერთოდ ძალიან ბევრიც ასე ვთქვათ გამოსულა ასე ვთქვათ ხო მაგრამ ჩვენ ვიცოდით რომ რაღაც მძიმე რაღაცეები ხდებოდა ციხეებში ძიმე რაღაცეები. თუმცა არც ერთი შემთხვევა არ იყო ჩვენამდე მოტანილი წამებისა და ამ ასე ვთქვათ გაუპატიურებებისა და სხვა და სხვა. არაფერი მაგვარი. ნუ ამაზე აი ცოტა შორის წამების სხვათა რეაბილიტაციის წენტრი გამოსცემს ახლა წიგს, სადაც არის ასე ვთქვათ აი ამ ასე ვთქვათ ესე იგი ამ სვერპლების ისტორიები, აღსარებები. რომელთაც ისინი არ ყმებოდნენ სირცხვილის შიშიშას სხვა მიზეზის გამო და ეხლა დაიწყეს მოყოლა. საინტერესო პრეზენტაცია იქნება და ნუ ჩვენ მივიდეთ, იმიტომ ძალიან საინტერესო. ანუ ვიღაცის პირობებში ეს ხო ხდებოდა. ეს ხომ ანუ თუ კი ეს იყო შემთხვევითობა, ეს შემთხვევითობაც და ეს სპონტანურობაც და ეს დაგეგმილობაც, ასე ვთქვათ, თუ ვიღაცამ ეს განახორციელა ისე რომ ხელისუფლებამ არ იცოდა, ესე იგი ეს ხელისუფლება იყო ძალიან ინფანტილური, ძალიან ჩაკეტილი, ძალიან ასე ვთქვათ, თავდაჯერებული და ნარცისიზმში გადავარდნილი იმდენად რომ ვერ ახედავდა, არ ხედავ არაფერს და სხვადასხვა ეს უკვე პრობლემა, ან მაშინ ესე იგი იცოდა ამ ასე ვთქვათ უშუალოდ ვისაც ეს ეხებოდა, ხო? აქ იყო ახალაი, აქ იყო ვიღაცა, აქ იყო არ ვიცი მე, ვთქვათ, ვისაც ეს სფეროები ეკუთვნოდა. შეკითხვა ჩნდება, ხო, მაგრამ ვის პირობებში ხდებოდა ეს ყველაფერი და მაშინ ვინ უნდა იყოს ამაზე პასუხისმგებელი? თუ კი ყველა მართალია. არა, ყველა მართალია თუ მტყუანია, საქმეც მაგაშია, რომ სასამართლოზე უნდა დადგინდეს. სასამართლომდე არ შეიძლება ადამიანი მტყუანად გამოაცხადოს. არა, სანამ მას არ დაუმტკიცებს. არა, მიგეუბნები საზოგადოების პოზიცია ახალაიასა და ასე ვთქვათ საზოგადოების პოზიცია ხშირად ცდება. ვიცით ისეთ გენიალური საზოგადოებები, რომელიც შემსტარან კატეგორიულად შემსტარან, მაგრამ თუ ვერ დაუმტკიცებენ ახლა ეს გერმანული საზოგადოება, რომელიც ჰიტლერმა აცთუნა, გერმანული ერი, რომელმაც შვა შილერი და გოეთე და ტომას მანი, იმდენად შეცდა, რომ პირდაპირ ადამიანების ცოცხლად დაწვა და იწვა. აბსოლუტურად ეს. ამიტომ უმრავლესობა ძალიან ხშირად ცდება.
მით უმეტეს როცა მანუფაქტურა ხდება საზოგადოებრივი აზრის манипуლირებადია ეს. გვახსოვს ყველას, შენც ამის ხვეპლი ყოფილხარ ბევრჯერ. გასაგონია ბევრჯერ და ახლაც ვარ. ხო. ახლა მაინდა-მაინც აღარ ახარ. არა, ნუ რატო ანუ არსებობს გარკვეული სტერეოტიპები, რომელიც შენ თან გდებს, როგორც мануфактурირება შექმნა ხდებოდა ასეთი სტერეოტიპებისა, მაგალითად მასონები, სოროსელები, იეჰოველები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნაწილობრივ აი ტყვარმართალი ჩემი აზრით, იმიტომ აირია ერთმანეთში რომ კრიტიკოსთა პირიდან ბევრჯერ ობიექტური კრიტიკის გვერდით იყო საშინელი ტყუილები. კი. და მე რაღაც მომენტში, როდესაც ცრუპენტელასთან გაქვს საქმე, მე იკეტები შენ თავში და მას აღარ უსმენ. მე მგონი ამასთან მქონდა პრობლემა ნაწილობრივ, იმიტომ რომ ნუ მე მახსოვს მაგალითად ერთ-ერთი სახალხო დამცველი იყო სოზარ სუბარის ერთ-ერთ ანგარიში ეწერა ისეთი სიცრუე 7 ნოემბერთან დაკავშირებით ეწერა რომ მე ადამიანი რომელიც პარლამენტის წევრი ვიყავი ვარბევდი ხო, ეს ისეთი სიცრუე იყო, რომ შემდეგ ამ ადამიანისგან უკვე აბსოლუტურად არაფერი აღარ მოდის შენამდე როგორც სანდო გასაგებია, და სწორედ ეს ზოგადდება ეს ინფორმაცია ჩვენ მაშ ყვითელმა პრესამ ითამაშა ძალიან ნეგატიური როლი, იმიტომ რომ ტყუილ მართალი ერთმანეთში ისე აზილა, რომ ობიექტური კრიტიკის და კრიტიკოსის როლი დაკარგა. და შეიძლება ეს მიზეზი იყო. და პლუს ეს მიზეზი იყო ერთ-ერთი ხელშემწყობი ჩაკეტილობისა. კრიტიკას არ იღებ. და პლუს რა თქმა უნდა ხიბლში ჩავარდნილი ხელისუფლებაც, რომელიც გრძელვადიან ნებისმიერ ხელისუფლებას სამწუხაროდ ემართება. ამიტომ მინდა რომ აი ამ კითხვის ნიშანზე დავამთავროთ ჩვენი საუბარი, იმიტომ რომ განვითარების პროცესში ვართ ჩვენი ქვეყანა და ამას ბევრი ფიქრი მოგვიწევს, ბევრი ლაპარაკი იმისთვის, რომ წარსული შეცდომისგან ვისწავლოთ და ახალი შეცდომები არ დავუშვათ. ეს მე ვთვლი, რომ სწრაფად ვითარდება მაინც საზოგადოებაც და ხალხიც. ნუ საზოგადოებაში გულისხმობ მის აქტიურ ნაწილს, იმიტომ რომ ჩემი აზრით და ალბათ ამაში განსხვავებული აზრი არ გვაქვს, სკოლაში მაინც კატასტროფული მდგომარეობა, სკოლის განათლების სისტემა, ეს ცალკე საუბრის თემაა და ამაზე თუ გინდა სიამოვნებით ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს არის საფუძველი საზოგადოების ჯანმრთელობისა ან არაძის ჯანსაღისა და ამას სიამოვნებით დაგელაპარაკები შენს და სხვა სტუმრებსაც. ასე რომ დიდი მადლობა. მე მგონი საინტერესო იყო ეს ლაპარაკი და ძალიან დიდი მადლობა მოწვევით. ასევე ბოდიში ბოლოსკენ მინდა რახან ცენზურა ვახსენეთ, ეს არის დიალოგი ცენზურაზე, წიგნი შენი რომლის ერთ-ერთი ავტორი თქვენც ხართ, იმიტომ რომ ჩემი სტუმარი კი ვიყავი სხვა შორის 17 მაისამდე მოხდა ეს ჩვენი შეხვედრა და მაინტერესებს ამ წიგნის საკითხვა და როდის არის თუ გვეტყვი. კი, პარასკევს 7 თებერვალს არის ფრონტლაინში ამ წიგნის პრეზენტაცია. სადაც ყველანი ჩვენ ამ წიგნის ავტორები შევიკრიბებით, ვისაუბრებთ, ასე ვთქვათ, ცენზურის სხვადასხვა ასე ვთქვათ გამოვლინებაზე არის საუბარი და ეს არის ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მიერ გამოცემული, სამწუხაროდ არ იყიდება, სწორედ ამ გაიყიდება, მაგრამ დარიგდება სხვადასხვა სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებში და საინტერესოა ნამდვილად. ალბათ მერეც ვისაუბრებთ, თვითონ თემები ისეთია, ცენზურა, პრინციპში ამ გავლენით ვართ, ასე ვთქვათ, საბჭოური ცენზურის, ასე ვთქვათ, ძალიან საბჭოური ცენზურის, რელიგიური ცენზურის და უამრავი სოციალური ნაირსახეობების შეზღუდვებისა. დიდი მადლობა ლაშა, მომავალ შეხვედრაზე. დიდი მადლობა ნიკა.